გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობისა ბატონო, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის გთხოვთ. პირველი შეკითხვა, რაც უნდა დაგისვათ, არის ერთგვარი დამაზუსტებელი. ხომ არ გადაუწყვეტია თქვენს პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულად გიორგი გახარიას მივა თუ არა ხელმეორედ ამ სხდომაზე? მოგესალმებით, ახლა მოგესალმებით. მაყურებელს მე მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ პირველ შემთხვევაშიც ეს იყო ბატონი გახარიას ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში თქვენ გახსოვთ, ჩვენ საუბრობდით ამაზე, რომ მოსაზრებები იყო გაყოფილი, ნაწილი იყო მომხრე მისვლის, ნაწილი იყო წინააღმდეგი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბატონმა გახარიამ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება და მივიდა კომისიაზე. ჩემის აზრით ეს იყო სწორი ნაბიჯი, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო მეტად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, რადგან ამ კომისიაზე მისვლით მან დაამტკიცა ის, რომ სწორედ ოცნების მოედანზე მათთან მისვლით მათთვის პირში სიმართლის თქმით გაცილებით მეტი შედეგის მოტანა შეიძლება ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ინფორმირების. ახლა კონსენსუსია ამ საკითხზე ბატონ გიორგი პარტიაში იყო განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ამაზეც სკეპტიციზმი იყო, რამდენად იყო ეს ტაქტიკის ნაწილი ხომ არ იყო, ფიქრობდნენ. ვფიქრობ, რომ ამჯერად უფრო მეტი ჩვენი გუნდის წევრის გაცილებით დიდი რაოდენობა იქნება მომხრე იმისა, რომ კვლავ მივიდეს ბატონი გახარია კომისიაში. ეს ერთგვარი პასუხია იმაზე, რომ შეიძლება მეორედაც მივიდეს? კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის მისი გადასაწყვეტი ინდივიდუალურად, ჯერჯერობით ჩვენო გადაწყვეტილების შესახებ არ ვიცით, მეც არ მისაუბრია სიმართლე გითხრათ მასთან. გააქვთ თქვენი პოზიცია, რომელსაც ჩემი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ოცნებას არ მივცემთ იმის საშუალება, რომ ესე გააგრძელოს ინფორმაციით ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე. ხო, მაშინაც ვამბობდით და ბატონი გახარია თავად ხსნიდა ამას, რომ ოცნება ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. ანუ ეს არის გასაოცარი ძალების, ასე ვთქვათ, კონსოლიდირებით წარმოებული საინფორმაციო ომი, ყოველდღიური ომი და ჩვენ ეს მოქალაქეები დასაცავი ყავს. უნდა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ გამბედაობა, მათ შორის ოცნების მოედანზე მისვლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება, მათთვის სიმართლის პირ შეთქმით. მოურიდებლად, მით უფრო მაშინ, როდესაც სიმართლე შემხარეზაა და მით უფრო მაშინ, როდესაც ოცნება ყოველდღიურად ავრცელებს ტყუილებს. როგორც ჩანს, მალე გავიგებთ გადაწყვეტილებას. პროპაგანდის ნაწილი, მალე გავიგებთ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და დაველოდოთ. რაც შეეხება ბრალდებას, რომელსაც მას უყენებენ, ერთი მხრივ კომისიაზე დაბარება ეს ერთი საკითხია, პროკურატურა. მალე მოვისმენთ ჩვენ სავარაუდოდ კომენტარს ჩვენს ეთერში მაია ცკიტიშვილის ჩვენება უკვე აქვს პროკურატურას, ანუ დაკითხვა დასრულდა, როგორც მეუბნებიან და გვექნება ამის მოსმენის შესაძლებლობა. თავად ამ ბრალდებაზე რა სიტყვით, როდესაც 6 წლის შემდეგ ის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გახარია, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და სხვები, ამბობენ, რომ მან პრაქტიკულად ქვეყანას უღალატა, ეს არის შინაარსი, რომ რაღაცნაირად მეორე ფრონტის საკითხი ხომ არის, ისე გამოდის, რომ პირველ ფრონტს ხსნიდა გახარია 2019 წელს. ასე გამოსდით მათ და ტერიტორიების დაკარგვა. 6 წლის თავზე ამბობენ, ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ ეს ამბავი, სხვები ამბობენ, რომ იცოდნენ, მაგრამ ერთპიროვნულად მიიღო როგორც ჩანს გადაწყვეტილება გახარიამ. აი, გვაინტერესებს თქვენი არგუმენტები აი ამ ნაწილში, იმიტომ რომ ამას კამპანიური ხასიათი აქვს, პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამასთანავე ბრალდება არის პრაქტიკულად ღალატი ქვეყნის. მოდით კარგად ავხსნათ რეალურად ვინ არის ნამდვილი მოღალატე. ეხლა ეს შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პოლიტიკური შურისძიების მიზნით და პოლიტიკური შურისძიების გამო. ჩვენ სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევთ გარდა პოლიტიკური შურისძიებისა. იყოს რეჟიმი ოცნების სახით ამ შემთხვევაში, რომელიც აი პოლიტიკური შურისძიების, პერსონალური შურისძიების გამო მზად არის გაყიდოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. იმიტომ რომ დღეს, რასაც აკეთებს ამ გამოძიებით, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გამოძიებით, ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის პირდაპირი დადანაშაულება, ჩვენი ქვეყნის პირდაპირი დადანაშაულება, ასე ვთქვათ, იმაში, რომ თითქოს ჩვენი ბრალია, ასე ვთქვათ, ჩვენ მიგვიძღვის გარკვეული ბრალეულობა იმაში, რომ ოკუპანტები ყოველდღიურად ფაქტობრივად ცდილობენ ამ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. და ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთადერთი მიზანი რაც ქონდა მაშინ გიორგი გახარიას როგორც ჩინაგან საქმეთა მინისტრს, სხვა მინისტრებთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად რა თქმა უნდა ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ამაში ჩართული იყო რამდენიმე სახელმწიფო უწყება და რა თქმა უნდა ივანიშვილის საქმის კურსში იყო. ვერ გეტყვით ივანიშვილზე ზუსტად აზუსტებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო
კოორდინირებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურების. აი რა შეხება იმ ნაწილს, რომ აი დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები, სხვა შორის ქართული ოცნების თელი პროპაგანდა სულ ამაზეა აგებული, რომ ერთი გოჯი მიწა თითქოს არ დაკარგულა, არადა ეს მცოცავი ოკუპაცია ჩვენ ვიცით რა მასშტაბებს ატარებდა და ახლაც ატარებს. აი ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა არის ლაპარაკი, რომ გახარიას გამო დაიკარგა და თან პროვოკაცია ხდებოდა მისი მონაწილეობით. აი ამ ნაწილზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. რა ტერიტორიაზეც ახლა არის ლაპარაკი. ნახეთ, აქ მთავარი არის ჩვენ გვესმოდეს, რომ საქმე ეხებოდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მცდელობას. და ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს, რომ გარდა ჩორჩანისა, აქ იყო საუბარი დამატებით კიდევ 27 პუნქტზე. ანუ ეს იყო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე საუბარი და როგორც კი აქ ერთი პრეცედენტი დაიშვებოდა იმისა, რომ ისინი მართლაც შეძლებდნენ ამ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, მაშინ საფრთხე დაემუქრებოდა არა მხოლოდ ჩორჩანას, არამედ მთელ 27 პუნქტს, რომელიც იყო უკვე რეალურად ათასობით ჰექტარი მიწა ჩვენი ტერიტორიების. დღეისათვის ჩვენ მივიღეთ რა რეალობა? მივიღეთ რეალობა, რომ ეს ყველაფერი გადაწყდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხსებით, თორე ჩვენ კარგად ვიცით და ხედავთ და ფაქტია ეს დამოცემულობაა, რომ არანაირი სამხედრო ესკალაცია რაღაცა გარკვეული ტიპის სამხედრო დაპირისპირება ამას არ მოყოლია, ეს არის ერთი ფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფს. ასევე მეორე ფაქტი გახლავთ ის, რომ საოკუპაციო ხაზი არის შენარჩუნებული. იმ ნიშნულზე რა ნიშნულზეც იყო მაშინ 2019 წლის მდგომარეობით. და მესამე ასევე ფაქტი მივიღეთ ის, რომ ამან რეალურად შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმი და ის დანარჩენი 27 პუნქტი, რომელზეც რეალურად ჰქონდათ განზრახვა იმ ცნობილი რუკის მიხედვით 1922 წლით დათარიღებული რუკის მიხედვით, რაც იყო მაშინ სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი, რომ როგორღაც მოეხდინათ ამ სეპარატისტული რეგიონის საზღვრების გაფართოება, ეს ყველაფერი არ მოხდა. ეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ და შევაფასოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი განმარტებით, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მან გამოიჩინა საკმარისი გამბედაობა, ღირსება და პრინციპულობა იმისათვის, რომ არ დაეშვა საოკუპაციო ხაზის. ანუ გამოდის გიორგი გახარიას ეუბნებიან, რომ რაღაც დაიკარგა 6 წლის წინ, ანუ მთელი სახელმწიფო აპარატი ეუბნება, რომ რაღაც დაიკარგა, უყურთ, მაშინ ამაზე არაფერი არ უთქვამთ. პირიქით, ჩვენ ნახეთ კომენტარები მაშინდელი ძველი პირიქით არის ეს კომენტარები და 6 წლის თავზე გარკვეული ნაწილი ქართული ოცნების ამბობს, რომ ეს ახლა აღმოაჩინა. რაც შეეხება საგუშაგოს საკითხს, მას ედავებიან ასევე, რომ ჩადგა იქ საგუშაგო, ხომ ასეა? ოღონდ ეს გაყავთ იმ სტილში, თითქოს გახარიამ შექმნა კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, რომელიც არ მომხდარა, ხო? აი მაინტერესებს თავად გახარიას დამოკიდებულება, როდესაც უყურებს მისი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ახლა ყველანი ერთად პრაქტიკულად როგორ აძლევენ მის წინააღმდეგ ჩვენებას. აი მაინტერესებს ამაზე თავად მას რეაქცია რა აქვს. ალბათ შემდეგ ნახავთ მის კომენტარებსაც, თუ სხდომაზე მივა მით უმეტეს. როგორ აღიქვამთ ამას პარტიაში საინტერესო? ამას ახლა ნახავთ, თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და მივა ამ შემთხვევაშიც კომისიაზე, კარგი შემთხვევა და კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ პირში უთხრას მათ სათქმელი, იმიტომ რომ ამ კომისიაზე ესწრებიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინაც, მათ შორის იგივე ქალბატონი თია წულუკიანი, სწორედ 2019 წლის აგვისტოს სიუჟეტში საუბრობს მთელი სიაბაყით აცხადებს იმას, რომ ეს იყო სწორი და გაბედული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ როგორ აღიქვამთ აი ამ პროცესს? აი ხედავთ ერთი მხრივ ამ მიმართულებას და მეორე მხრივ სადღაც მაისის ბოლოს ქართულმა ოცნებამ თქვა უკვე გადაჭრით, რომ უფლებამოსილებას შეუჩერებს პარლამენტში თქვენ არ ხართ, არ მუშაობთ, მაგრამ ითვლებით პარლამენტის წევრებად ფორმალურად. ამ უფლებამოსილებასაც მოგიხსნითო გეუბნებათ ქართული ოცნება, ანუ ყველანაირი იმუნიტეტის გარეშე რჩება გიორგი გახარია. რა განცდა გაქვთ პარტიაში, რომ მას იჭერენ? ვიცით რა არის, ყველაფერი არის მოსალოდნელი. დღევანდელი აქ არის ხოლმე ესეთი შეფასებები, რომ ავტოკრატიული რეჟიმისკენ მიმავალი ოცნება და მე ვიტყოდი, რომ უკვე ავტოკრატიად ჩამოყალიბებული რეჟიმი არის დღევანდელი ოცნება, ასე რომ მისგან მოულოდნელი უკვე არაფერი აღარ არის. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, მაგრამ მთავარი აქ ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ ვერც გახარიას და
და ვერც ჩვენი გუნდის ვერც ერთ წევრს ამ ნაბიჯით ასეთი ტიპის დაშინებით ისინი ვერ შეაშინებენ. ჩვენს გადაწყვეტილებაზე რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მათ შორის მშვიდობიანი გზებით, დემოკრატიული ფორმებით და ინსტრუმენტების ბოლომდე გამოყენებით ვიბრძოლოთ ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, ამ გადაწყვეტილებისგან ჩვენ ხელს ვერ აგვაყენებთ. ამაზე კიდევ გითხავთ მოგვიანებით, ახლა მე და თქვენ ერთად მოვისმინოთ მაია ცკიტიშვილის კომენტარი. შევახსენებ მაყურებელს, რომ ის პროკურატურაში იყო დაბარებული, დიდი ალბათობა ის რომ გახარიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება სავარაუდოდ ან ის ჩვენება მისცა რაც რეჟიმს სჭირდება ამ საქმისთვის. მოვისმინოთ ერთად და შემდეგ ბატონ გიორგის ვთხოვ მისი განცხადების კომენტირებას. გამოძიებას ქონდა ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით კითხვები, ბუნებრივია ამ კითხვებთან დაკავშირებით ვალდებული ვიყავი რომ გამეცა პასუხები. ნაკლებად მაქვს სურვილი სიმართლე გითხრათ დიდად დეტალებში შესვლის. ალბათ ამ დეტალების თაობაზე მრავლად ისედაც მედიაში ვისმენთ ყველანი. გიდასტურებთ რომ მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო მასთან დაკავშირებით რომ საგუშაგო უნდა გათავსებულიყო, ასევე მასთან დაკავშირებით რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო იმ ეტაპზე, რადგანაც არსებობდა როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჩვენი საქართველოს ტერიტორიის მე ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული ვისთან რა ფორმით და როგორ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ცნობილი, ჩემთვისაც მათ შორის როგორც მინისტრისთვის და ასევე ვარაუდობ, ასევე ვერ გეტყვით მე ამ დეტალებს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იყო ცნობილი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გზის გაყვანის სამუშაოების საჭიროება იყო. როგორც მინისტრი მომხრე იყავით ამ სამუშაოების. ვერ გეტყვით, ახლა ამ შემთხვევაში ეს არ არის, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია, ამ საფრთხეებს განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები, შესაბამისად როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სხვა დანარჩენი სამსახურები, ამასე რომ ამ შემთხვევაში მე პირადად მსჯელობაში არ ყოფილვარ ჩართული. ჩორჩანაში მიმდინარე ბროდერიზაციის პროცესის თაობაზე მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში აქტიურად, სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ საფრთხე არსებობდა ბორდერიზაციის და შესაბამისად მე ვარაუდობ, რომ აქედან გამომდინარე სწორედ ეს იყო საფრთხეების შეფასებული და შეფასების შედეგად უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო. ბატონ გიორგი, რა გაიგეთ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის აი ამ კომენტარისგან? ჩვენ არ ვიცით მან რა ჩვენება მისცა, მაგრამ აქ თქვა რომ მისთვის ცნობილი იყო რაღაცები ამ საკითხის გარშემო. შინაარსი რა გამოიტანეთ რაც მან თქვა? მე პირადად ქალბატონი მაიასგან არც ველოდი სიმართლის დამალვას. მე მას ახლოს არა, მაგრამ ვიცნობ როგორც ძალიან ღირსეულ და პრინციპულ ქალბატონს და ძალიან კარგია რომ მან ეს სიმართლე არ დამალა. იმიტომ რომ გასაგებია ყველასთვის რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მაშინდელი იყო ჩართული, ვერ იქნებოდა სხვანაირად ვერც ერთ შემთხვევაში. იყო ჩართული ამ პროცესში და რა თქმა უნდა ის იყო როგორც ერთ-ერთი მინისტრი ინფორმირებული და ის არ ყოფილა ერთადერთი მინისტრი რომელსაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და თქვენ თავად ახსენეთ მაშინდელი არქივი, სატელევიზიო არქივი, რომელიც ადასტურებს რომ რა თქმა უნდა ეს იყო უწყებათა შორისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის და გადაწყვეტილების ნაწილი და ერთადერთი რაც ახლა მოვისმინეთ ქალბატონი მაიასგან არის დასტური იმისა რომ ეს ნამდვილად ასე იყო და ეს ვერც იქნებოდა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ბატონი ახარიას ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მან არ დააკონკრეტა ამ საკითხზე რა ტიპის მსჯელობა იყო. იყო თუ არა ასთა სხვადასხვაობა, რაღაცნაირად აი ამ კომენტარიდან ჩანდა რომ ეს პირდაპირ პასუხი არ გასცა და არც, მაგრამ გაქვთ მოლოდინი რომ მისი ჩვენება არ გამოადგება ივანიშვილს ახლა ამ პოლიტიკური დევნის დროს? ვერ გეტყვით. ახლა ივანიშვილს არ მგონია რაღაც განსაკუთრებული ჩვენებები ჭირდებოდეს თავისი მიზნების მისაღწევად. ახლა მთლიანად მის ხელში არის პროკურატურაც, საგამოძიებო სამსახურებიც, სასამართლოც. ახლა ეს ყველაფერი არის თქვენ თავად ახსენეთ და საუბრობით პროპაგანდაზე და გაცილებით დიდი მნიშვნელობის ამოცანები მას აქვს სწორედ პროპაგანდისტული მიზნებით. მათ შორის რა თქმა უნდა ბატონი გახარიას მიმართ პერსონალური პოლიტიკური შურისძიება. რაც არ გამორიცხავს მის დაკავებას. რაც არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, მაგრამ როგორც გითხარით, მას ამით ვერ შეაშინებენ, ვერც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამით ვერ შეაშინებენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და იმ გადაწყვეტილებებიდან ხელის აღებას, რაც მიღებული გვაქვს, მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. გულისხმობთ, ხო, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება, გულისხმობთ თვითმმართველობის არჩევნებსაც, როგორც მივხვდი. ხო, ანუ ეს ფაქტი, რომ
საფრთხე გაიზარდა გახარიას დაკავების, ვერ ცვლის თქვენს დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. თუ სწორად გავიგე, ანუ აქ არანაირი კორექტივები არ შევა, თქვენ აპირებთ, რომ ამ არჩევნებზე გახვიდეთ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სხვა პარტიების დამოკიდებულებისა და მიუხედავად იმისა, თუ გახარიას დაიჭერენ მაინც. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დღეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დემოკრატიული ინსტრუმენტებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დემოკრატიული ინსტრუმენტი ხელისუფლების შესაცვლელად ადგილობრივი არჩევნების დროს ადგილობრივ დონეზე, საპარლამენტო არჩევნების დროს ეროვნულ დონეზე. თუ ამაში მარტო დარჩებით. ეკნება აზრი. პირველ რიგში მოდი ვთქვათ, რომ არ ვფიქრობთ, რომ მარტო დავრჩებით. ახლა აქ თქვენ ყოველდღიურად გადაცემებში ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობთ იმ ცნობილ კვლევებზე, რომელიც გამოქვეყნდა და ჩემთვის პირადად ამ კვლევაში ბევრი საინტერესო ინფორმაცია იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის ინფორმაცია, რაც აღმოვაჩინე ამ კვლევაში იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო ეროვნულ შედეგებს გულისხმობდა არა თბილისს ან რომელიმე ქალაქს ცალკე აღებულს, მხოლოდ 1/3 არის წინააღმდეგი არჩევნებში. თუმცა ამ კვლევაშიც ის არის, რომ ოპოზიციური ელექტორატი არ არის ასე ვთქვათ კონსოლიდირებული იმაში, რომ არჩევნებში მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რა ხალხით წინა არჩევნებზე მივიდა, ის არ მივა. ანუ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს პარტიები. დეტალებში აქ არის ეს ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 2/3 არის მომხრე პოლიტიკურმა პარტიებმა ზოგადად გამოიყენონ არჩევნები როგორც ხელისუფლების ცვლილების დემოკრატიული ინსტრუმენტი. დროც არ აგვაქვს იმისთვის, რომ ამ კვლევებზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, თუ ძალიან ბევრი შეკითხვა ჩდება ამ მიმართულებით, რამდენად მყარია ამ კვლევაზე დაყრდნობით თქვენი არგუმენტები. ამაზე შემდგომში მოგვიწევს კიდევ საუბარი არა მარტო კვლევაზე, არამედ პარტიების ამორჩევლებიც, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ ბოიკოტს, ამ პარტიების ამორჩევლების ასევე 1/3, 30-დან 40%-მდე ასევე არიან მომხრე არჩევნებში მონაწილეობის. ესაც არ დაგვაუწყდეს. დიდი მადლობა, გვექნება ამაზე და სხვა საკითხებზე კითხვა-პასუხის თუ კამათის შესაძლებლობა. დღეს დიდი მადლობა გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.